4 ივნის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღების შემდეგ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების იზოლაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების თქმით, ახლა საქართველოში რუსული ავტორიტარიზმია დამყარებული და მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს აშორებენ, აუცილებელია. We are very strong in our commitment. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. ჯერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის მებრძოლების და მოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია. სიტყვით გამოსვლისას პრესკონფერენციაში მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას დაუთმეს. მათი თქმით, მაშინ როცა რუსეთის მოკავშირე მთავრობა საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება, ევროკავშირი ძლიერი და ერთიანი უნდა იყოს, რათა საკუთარი პოზიციები, მათ შორის საქართველოშიც მტკიცედ დაიცვას. საქართველოში ჩვენ ახლა რუსული სტილის ავტორიტარიზმს ვადევნებთ თვალყურს. მაშინ როცა მთავრობა იყენებს რუსულ რეპრესიებს, ძალადობრივად შლის აქციებს, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას. ქართველი ხალხი ქუჩაში 200 დღეზე მეტია დგას. ისინი მზად არიან იდგნენ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ევროპას მხარდაჭერა. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც უკვე გაკეთდა ევროპარლამენტსა და კომისიაში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი მხარდაჭერა ხალხისადმი და უფრო მეტი მკაცრი მოპყრობა ხელისუფლების მიმართ, ვინც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და უფრო მეტსაც. We are fighting against the Russian imperialism. ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ თითქმის 224 წელი. რუსეთის მოკავშირე მთავრობა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა. ევროპა უნდა დადგეს ერთად, რადგან დემოკრატიის დაცვის წინა ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მათ ღირებულებებს ძლიერად დაიცავს. ჩვენ ერთიანობის გარეშე ავტორიტარიზმს ვერ დავამარცხებთ, განსაკუთრებით რუსულ იმპერიალიზმს.